აფეთქება მოხდა გამთენიისას ბათუმში ფიროსმანის ქუჩაზე არსებულ კვების ობიექტში. შედეგად ჩამოინგრა შენობის კედელი და დაზიანდა მახლობლად კორპუსის ეზოში გაჩერებული ავტომობილები. ადგილობრივები სამართალდამცავებს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ადგილზე მისული შეიარაღებული პირები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ, რადგან ისინი აჭარის მთავარი სამმართველოს პოლიციის შენობის წინ გამართული აქციის მონაწილეები ეგონათ. რაც შეეხება აფეთქების გამომწვევ მიზეზს, ჯერჯერობით უცნობია. ხალხი იყო გამოსული ამ მის ნიადაგზე. დაზარალდა მანქანები, ხალხი დაზარალდა რა. ხო და ამ დროს მოვიდა ეს კრიმინალები პოლიციის ფორმებით და გაგულახეს რა განყოფილების ხალხმა. უმიზეზოდ გაგულახეს. ეგონეთ ან მიტინგია ან რაღაცაო რა. უმიზეზოდ გაგულახეს, ვითომც არაფერი დაგვიშვეს, მოკლეს თემაში და გეიარენ წევიდან შეურაცხყოფები მოგვაყენეს, გვაგინეს. ამ დროს მოვარდა ტაბიძის განყოფილებიდან, როგორც ამოიცნეს აქ მცხოვრებმა მოსახლეობამ, ადამიანები შეიარაღებული კბილებამდე დუბინკებით სცემეს ჩემი შვილი გალახა 5-6-მა ადამიანმა დუბინკებით უმოწყალოთ, რისთვის საერთოდ არავინ არ იცის, იმ დონეზე მიიყვანეს ხალხი, პადიეზდის მესამე სართულამდეც კი აყვნენ გამოდევნებით ხალხს. რატომ? არ ვიცით ამასთან რაიმე კავშირი თუ აქვს იმ მიტინგებს, რაც დღეს წუხელს ხდებოდა, ჩვენ არანაირი კავშირი არ გქონდა. საერთოდ პირიქით შეშინებული მოსახლეობა იყავით გამოსული.